თბილისის მთავრობის ხდომაზე კახაკალაძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ილაპარაკა. კალაძემ ყურადღება გაამახვილა მშვიდობაზე და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სწორი პოლიტიკა. თბილისის მერმა მთავრობის მიერ სპეციალური რეისების უზრუნველყოფაზეც ილაპარაკა. მშვიდობა კონდეს ჩვენს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს, რადგან მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, შეუძლებელია წინსვლა, აღმშენებლობა. მე მგონი ყველაფერთან ხვდებით ერთ რამეზე, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახორციელებს, ის პრაგმატული პოლიტიკა არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მთელი რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაიხურა. საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან დუბაიში, აბუ-დაბიში. საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა სპეციალური ჩარტერული რეისები. აღნიშნული თვითმფრინავები ომანიდან განახორციელებენ ფრენას საქართველოს მიმართულებით. ორი დღეა სოციალური ქსელები და მედია, განსაკუთრებით საუბარი არის ოპოზიციურ და რადიკალურ დაჯგუფებებზე, მათ წარმომადგენლებზე. მთელი ამ დღეების განმავლობაში უამრავი სიცრუე, უამრავი ცილისწამება, უამრავი სიბინძურე, ყველაფერს კადრულობენ და ყველაფერს აკეთებენ. შემდეგ უკვირთ, რატომ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში დღეს არიან. არ მინდა აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს. კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას ჩვენს რეგიონს, მთელს მსოფლიოს.